სალამ მეგობრებო, დაგიბრუნდით ისევ PvP-ს რეაქციით, იმიტომ რომ ორი სეზონი დაიწყო და ძალიან კარგი სეზონი იქნება ის წინასწარვე. ესე მგონია, იმიტომ რომ ტახა მონაწილეობს და ტახა და ბანი წყვილში არიან. იქით მეორე მხარეს კიდე კამი და მოსკა, რომელთაც უოც როგორც ძალიან მომწონს წინა რეაქციებში გითხარით. პირველი ბეთლი არის Marlo JJ versus Pele Young Mike. Marlo და JJ-ს არაფერი არ ვიცი, მაგრამ ნახოთ რა ტიპები არიან და რას წარმოადგენენ საერთოდ და Pele Young Mike-ის დუოთი მაინც და მაინც აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ საერთოდ ჯამში მგონია რომ კარგი ბეთლი იქნება. სალბად გამომეწერეთ, იმიტომ რომ როცა გამოწერდი ავიდეთ, ეხლა დავწყოთ. პირველი რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარჯვნივ შევქმნათ ხმაური. Tweli khana თქვენ ხანაში ბრელა მაიკამე მანი შეთუ მოგინდება შველა რაკი არ გვაჩვენო თორე აქვე დაგეცევა პელე შენა ჩაიხადო თორე გავიქცევით ყველა შემოვარდი ყველაზე შეშლილი შენობაში მოვედი რომ ჩავტენო დემონტაჟში პატარა ბიჭები ჩამოტარე დემონტაჟში გაიმაცალე შეჩემა ცოტა ვაჯვა ეს პროექტი დავაყენო ისე როგორც ბაჯო ამათა დაწიდება ფლოუების დახარჯვა ერთი ფლოუთი რა BBM-ი უნდა გაჭო ჯია გადიშე და ბოდიშები უხადე ბითი ძალიან მომწონს და აქვე ხალხო ეს JJ ხო არ არის ბენის რო ეუბნებოდა რაღაცა აბა გამდისეო თუ რაღაცაო ეხლა გავახსენდა ამ წამს და მე მგონი ეგ ტიპია და პირველი შთაბეჭდილება ძალიან კარგია მომწონს მერეკი დაიცა ვიცი რომ ერიდები ვაიცა ყარები მაგ ჩუკი მინდა ფარები ზომბელეტი გაიცა და ნაკოპი შევარდა ფაიზე მერეკი წაიგზე ქეს ვისავით ვარი ხარ მუსიკა დასან მოდი ხარ უდი ხარ გადახვედი უკვე მოდი და კომიდა ვერ გამოხარ მორგი და შენ უბრალოდ პიარ ხარ ამ ცუცი კერე რეპერების ბოსიკა 40 წლის კაცო ესე ვაგინო მამადი არ მინდო და დედა ქალაქო მაგრამ თუ გინდა შენ განასწავლი ფანჩი მოვიგე და გეტყვით სამისენაზე უნდა ელაპარაკო კიდები თავში რაღაც პურის ნიგი გაბიტუნდა ფატალიტი მარლო ისე პარე გას თორემ დაგაქალის ხოდი ამბიჭებო თქვენ ხო არ გავწამე გასაკიდი ამის გვერდზე როგორ დახალო ამბობი კაცო და სკავსო ფეხის უნი აუდისო თავსო ისე გადორა უჩირო იმენა და გასო ისე აკნატა თუ გადაკპარსო თქვენად გილას გავშიდი ეს სანაკინეს მაინც ჩამოსმაყლეები ხარ ნუ ამადირეთა პელე შაირი გითხარი მიდი გაგვაცინე ხალხი დაგვაცილე დაგამცირე საქმე დაგამცირებ ნახვი ის მე რო სამარეთ კოტიტანო გათხრით ამ ხიდან ფაქტზე ფაქტი ტაკტი გუბაშის გაკეთე ხანი დაკი კლასკაში მედავში ამადო უტოპოს ვეროხს ის ფაქტი მომწონს რომ Young Mike-ს თურავე ცოდვა ქონდა ჯერჯერობით რაღაცეები უკვე გაუხსენეს და იმედი მაქვს რომ კიდე ყველაფერს რაც აქვს მოუტივტივებენ და პელეს ფეხის სუნი კიდე ყველა ბეთლში რატო არის წინა პლანზე უკაცრავად რა ის სხვა რაღაცა ვერ იპოვეთ ფინალეს ვერგასტი მისკარო გაუშვა სცენაში ფესკასლი როკი ბალბო მოვიდა დრო ბიჭო მოვიდა დრო ფორმი დასკილი ნოლი ხარ ბრო შეშობი ხარ ბრო მონოჰოლი რა დროა გაიმაიცა თოქვეყანას მოაბეზეს თავი გაიმაიცა აკარუ დამდენი ბაზარი გაიმაიცა ერო არის თვითონაც ხო იცის მაგრამ მაიცა ყერო დაუწახეს ტიპი შენობიდან გაიცა ერთა მითხა ჩართუ დემანცინა ბეცა ბიჭა კუამლამის გამუტელა Sirakas txuili rogatates Letzukna kizas magis pesi txagufeba 42 წლის კაც სეზონზე რა გინდა შიქოა გავს რაპერ მუდელიან რაპელე ხარ ბარი ჩამოვედი გოუთებს უდებს ავკუდა ვამბავს კაკმა ბუდაკმა კედისმის ვიცი ქვეყანას დაყიდა ერთი ნამასისთვის ვეთმადო დაჯვა თავზე დისენ საკადისვი მანდა ისვრის მე ვერ დავწერ ქალაქისთვის ისეთი ბითია ეს არ მეკომენტო მიმიში მარცხენა მარჯვენა ნოკდაუნ ფინიში თაობათა ბრძოლა პირველად არის თბილისში მარცხენა ნოკდაუნ ფინიში ანუ მომეწონა რაღაცა განსხვავებული სტილი აქვს და თან ცოტა ისეთი ბითია რა როგორ უნდა აწყო ამაზე ვერ გავიგე მაგრამ ფანჩები იყო იუმორი იყო და ბაუნსიც ანუ ყველაფერი იყო ჩემი აზრით და ისიც მომეწონა რომ ნუ პელე 42 წლის არის და რაღა უნდა ბეთლსა და რაღაცა ხო მაგრამ პელეს გამოდგას უმეტესობა ეხა სცენაზე და ბევრისთვის ინსპირაცია იყო ასე რომ ჩემი აზრით სანამდეც გაქაჩავს უნდა იყოს იმიტომ რომ კარგად გავოსტის ბის რა ქვია BPM მაინც და მაინც ვერა მაგრამ აკაპელაზე პელე მართლა იდეალურია ამათ პირველი რაუნდი ძალიან მომეწონა შეკრული იყო და კარგი რაუნდი იყო საერთო ჯამში შეთამაშებულებიც არიან თქო, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა, იმიტომ რომ მე ხო კამის და მოსკას მითხელმძღვანელობ ხო და ნახოთ ახლა საპასუხო რაუნდი ძალიან მაინტერესებს.
შემოვედით როგორც Big Funny და Fat Joe ორი ციმიტონიანი პიცა let's go სკილი არ ჭირდება გამოგონის trash talks აზრობრივად ვერ ალაგებ დაჟე airdrops ვაფშე არაფერს არ ამობ შენი face flow კახას სიკვდილის რიგში ეს არის death row აქ ისეთი მოდა ვერ გავიგე თქვენ ამბიცია გაქვთ მაგრამ მაინც ვერ მოვიგე biceps lean back come on აქ ისეთი მოდა ვერ გავიგე თქვენ ამბიცია გაქვთ მაგრამ მაინც ვერ მოვიგე biceps business, lean back, come on. შეთავს ნუ ეძახი rappers ეს არ არის Bronx-ი, მაგრამ shit happens. მარლო ტიპი რომელმაც ჩვენ ორი დაგვა hate-ა PvP და BDM-ში როგორც ამოქვეითდა დაიწყო სეზონი და ყლეობების სახელი მარა ჰოსი flow შემოყარა ნახირი ჩემი სიტყვა იარაღი გონება მათ მახვილი ისე უნდა ბისმინო ბიძე ამ ჯახირი სულ არ არის საჭირო ნიჭით გამოახლეო სფერო იმისთვის რომ შენზე მაგარ ტიპებს შეუზრდეო მე აღჭირდება ტაქსი რამეზე ნათისმა იმისთვის რომ პატრის ასუხერხულობა შეგიქმნა ვიცი სადღაც უნდა ახსენოთ ქართული ოცნება მაგრამ ჩვენ ფეხებზე გვიდია თქვენი ცხოვრება ვიზურათ უთამაშებთ ესე კეთყვიძია თქვენ და თავად არის ბოზინის მიხსენოს ჭია სუქანი ვარ როგორც ჯოუნი და გებაზროთ მინდა ამათ შავუტარო Big Funny ჰოდა ნომერ პირველი პირალი ორიგინალი კილერი კარაბინერი სკილები დრილერი ჩვენი თქვენზე გაიცეთ ვასნებს ხორცლი თქვენს ხო იცით რომ ყავს აზარბაზნე ხორცი ხას ხო ევასნება სეირი პორე პროექტს და ჩემხლეთ უნდა ამდენი no name აქ საიდან მოხვედით ვიხართ ასეთი მოდურები მოგიტყარეთ პასიაზე საგულაო სპარტულები მამოს ვერ ეგნება ლაინი სულ ონლაინი ვერ ეგნება punchline ანუ რაღაცნაირად ბიტზე უკეთესად ისინი იჯრიან თქო რა ანუ კი ბაზრობენ კარგად ანუ ყველაფერი უბრალოდ ცოტა ბიტთან აცდენა არის თქო არ ვიცი შეიძლება მე მეჩვენება ესე ვერ ეგნება შოლაინი აქ ისეთი მოდა ვერ გავუგე თქვენ ამბიცია გაქვთ მაგრამ მაინც ვერ მოვუგე business lean back come on ჩვენი პეტრი კარგად რომ აგიხსნა JJ შენ ხარ Kim K მე ვარ Ray J თელი საქართველო იხილავს ამ sex tapes ბოლოს დამიძახე Jeffrey Epstein მარლო შეიმნაირო განათაგვავის პალიები რომ თავში გითხა თაირო შეხება JJ's შელა პანჩი უნდა მოიგონო very good stage names მიდი ჩამი ხუე flow-ები არ დარდო რადგან hip-hop-ში აქ მნიშვნელობა რას ბაზრო თქვენ უდებით ბიძე ყახალს დიდხას მაგრამ ვერ ამბობთ ვერცერთ ახალ სიტყვას შემიძლია პროსტა შევადარო ფაქტები რაც გითხარი თავიდან მოდის თავიდან მე მქვია ფეხბურთის ლეგენდის სახელი შენი სახელი დაირქვი სერიალიდან პროცედურა ბილიკის მოვედის სახის სასახება ბევრი ვერაფერი ვერ ქენის ცოტას ახმედა ვაჭარი ვიწვიწო სამსაკოლის გასახება მაიკია შენობაში ჩვენი გასახლება აქ ისეთი მოდა ვერ გავუგე თქვენ ამბიცია გაქვთ მაგრამ მაინც ვერ მოვუგე business ანუ ამათგან იმ გამოცდილების გათვალისწინებით რაც გააჩნიათ დარწმუნებული ვარ არა მარტო მე თქვენც მეც მოელოდით და რაღაცა ეს ბიძებს მომეწონა და ასაკზე დაცინო და სახელებზე დაცინო და რაღაცა მაგრამ ისინი უკეთ იჯდნენ ბიტზე და უფრო მეტი ფანჩიც ჰქონდათ და მელოდიურობაც უფრო იყო იმიტომ რომ BPM-ში გინდა არ გინდა ერთ-ერთი შეფასების კრიტერიუმი არის ეგ რომ ბიტზე რამდენად კარგად დასრიალებს არტისტი ხო და პელე და იანგი რაღაცნაირად ცალკე იყვნენ და ბიტი ცალკე იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ ამ? ჩემთვის პირველი რაუნდი მარლო JJ-მ წაიღო. მეორე რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარჯვნივ შევქმნათ ხმაური Me boys ხლეობა ბითირა თუ აგვირჩიე ჩენ არა ხარ მაიკი არ ძელვი სანდელს სონის კლების პროცედურა ანთანდალას ნიკია კარარი პელე რატო მაგა კანკალა იო ვიწყე ბაზარს მომისმინოს ყველა სულით მონამ ვისაც პიროვნება წართვა მაყუთი შოვნამ ტიპი რომელმაც ფულით გააბრავა საერთო კლიპი შენთან არ მინდა ბიფი TikTok-ზე უნდა გამდისო და როდა გაგებია ხმა მომივიდესო გარბისო ენემის ადგილას დავარწყავდიო როი კაცე მასე მეტი ბოდიში ერთ პოდკასტში მოიხადე ჯეკო ჩმორიხა გოზიხა მინდიხა მოდიდა გაჯია პოლიდან მინდა გაგათავო გაჯვა როგორც მინდა კანი გაგაცალ აღარ გაგათავო მორგიცა გამოსაბანი ხარტოკი ჟუა შენი ვეკილი ასასინი ბიძე მინდა მიმაგორი ვეკილი დაივიწყე დოქტორები მე თუ ვიკადე აპეტრის მერე ბიჭო მართლა დაგჭირდება ექიმი აქანავე დავიბაზო როცა მევა ბაუზე პანცი ფილმის რეკლამა ხარიკვე და პაუზე nice makers K-pop
მოვა საუზმე მინდა აკრო ჩავატირო და ვიცი ვერ გაუძლე გილიოტინაზე ბიჭერს თავი დავა აუ რაღაცნაირი ბითი არ მომწონს Debino, Capalica que upesi a carga matedino Mike Tyson, Kelly Pachidava debilo Kino arginda pizza na zlawe bigawa krewino Mike se martla magra dete boda tubo da go debino iguale tubo Carcerili bagma bitch agar chai tubo she tubo JJ Gigi ari bufo Dajire Davida utire Ginda machete Rachorda bichakna ginda miska anda sachete Raundi satate magunitashi გაჭედე რამე თუ აქ მარტო მოწევს და ვისა უნაკავს ამ დაუნაკავს უკნას თავი დაუმარკავს ამას კაცური რო ეგნაც ვეჩი არა ვისა უნაკავს ამ უნაკავ მათ თუ არასაკუარს თუ არ უმალავს იმ ფოტოში როგორ იყლის სახითაც იყურები ზუსტად იგივე სახით უნდა დაგაჭაყურები ნებისმიერ ბიძე ჩაკიდე ბუბები ფოლ მეტა დაწყულა ყლე და მუტელი ყულა და რუიგინები რასაც ხედა ვამბობ ესა თუ ჩაიხდი მე წამოვიცვა მან განდოს სხვების უზნელობაზე რო გაჟობ თითქოს ციხარ მეორე წავს კამერას და ჩახტილი და დიხარ we gonna თავი დღემდე როგორ გებასება თორი შიგნა კრავი როცა საჭიროა ხალხთან არც ერთი არ დადგება ამათი ცხოვრება ფული დიწყება და ჩავდება სულთა როგორ გამოხვედი დასრული გაკელები თქვენთან ბიფი არ მინდა უღისებს არ ვემტერები პელემ რამიქარა ფულზე არ ვიცი არ მახსოვს და მაგანაც კოცებისგან აიღო რამე ანუ აი საზოზე ვიცოდი და იანკი სადაც გაქნებული კოცი რო ვიცით მაგრამ პელემაც ის ვიცი რომ პირიქით რომ რაღაც ვიდეო ჩაწერო თუ გინდათ ვინმე გადამეხედოთ თუ რაღაცა ეგეთი რო იყო და საერთოდ ჯამში მაინც და მაინც არ მოვწონს ეს რაუნდი რა საჭელი გოფტენები უნდა დატოვოს სცენები ვითომ ხოძე ბებრები ჩაწყვილოთ როგორც კენედი თქვენზე დიდი გლეხი არ არსებობს ასე ფერები პოსტივიში მაინც არ გეტარებინა ბეთლები დააბრუნე ისევ ისონალდო ვერსუს მესები თქვენი საქმე ეგ არის ალოლები აფეხები გეი ჩაჭირე ოღონდ არ ჩაგავდეს ხელებში ეს თუ ანდერგრაუნდი არების დედა შევეცი თქვენი რები გლეხია და არ ჭირდება მეტი თქვენ ვისაც ურებოთ მაგას თქვენზე მეტად Rachდება რა განგაში აიწაბება სენა პეცრას მის შემოვარდება დაწეკი შებოზო ოლი შემოვედი მიდი დაწეკი შებოზო ტელეყვირის გამიშვიდო დაწეკი შებოზო მეორე რაუნდი კაცი სტრიმზე რო შევარდნა და პრენკერი იყო მაგას ხوار გოლის ფონდენ ვერ გავიგე არტისტები ჩემგან ანუ რაღაცნაირი ბითი იყო რა არ ვიცი კოცობაზე რო დააჭირეს ორივეს ეგ მომეწონა ძალიან კარგი იყო და სხვა ფანჩები და სხვა რაღაცა მომენტები რაღაცა ვერ დავიჭირე თითქოს და ჩემშია პრობლემა კლავ თუ თქვენც ვერ გაიგეთ მაინც ამაიც სხვა რა ხდებოდა ნახოთ ხა ამათ არჩეულ ბიტზე მაესტრო კი არა და იანგ მაიკი და პელე რას იზავენ იმიტომ რომ მაგათი ბიტია და let's see მარცხნივ შევკვრათ ხმაური Mamis vine zami, es ari upani Nere როგორ იყო? ესენი არაფრით გამოირჩევიან, უნდა ჩატყნა სანამ კამით და მოსკად გადაიქცევიან მეს და თქვენს ოთხეს რეპერებს გვეძახიან მრცხვენია გაიჩალი ძალიან კარგი კამით და მოსკად თუ გადაიქცევენ, იმიტომ რომ ძალიან კარგი არტისტები არიან შევენამდე რომ ეჩალიჩებიან მამიკო და ბრუნდაშინ ხელში სავსე ფაქტებით მე აქ თესლად ვიბაზრებს სანამ თქვენ ოფლიანდებით ვეტერანები ახლომზე შემოვედი ტანკებით ამ ბარების მოსმენი თქვენ მისაღებზე დადგებით როგორ გიბრუნდებათ ენა ჩვენზე რო თქვათ ბარები ერთმანეთს რო ვებეცლავეთ მერე გავხდით პარები გეგონება ერთმანეთში არ გაქვთ ნაბეცლავები ცხოვრებაში ვაფშე ვერაფერში შემედავებით იმ დღის დედას შევეცი როდესაც შემედარებით იმ დღის როცა თქვენ ორი ჩემ ჟიურიში დადგებით თქვენი ყველა ფიშკა არის სხვისგან ნაკირავები თქვენი ვენთებზე არავის არ აქვს ნაგულავები აქ ვინმე გამოუსწევს რო კითხვეს ორი ფლოუსდებს გვაროუსდებს მალე ალბათ დაუძახებს გოუთებს მაგრამ მოუწევთ შეხვედრა ორ გოუთთან მე თქვენნაირ გოუთებზე გოუთობა მოუტყან საჭიროა ტრაუმა გაზრდა სტოკი ცილო რადგან არ არსებობს გაზრდა უთქიბილო სახე მომიშვირე შენთვის მაგარ ტრაუმას ვამზადებ რომ მოგირჩებათ მე თქვენ მაიკ მადლობა რომ გამზარდე რითმებით მოვკლავ პოეტებს მე ვარ წერეთელი რამდენის გინდა დეფნოუჩი წერეთელი ჩვენ გრაფაში W ამათან წერეთელი მე და იანგი versus ვიღაც ორი ყლერეპერი პირადული არაფერი ვეჯიბრებით პროექტს თქვენ ჭირდებათ პროექტი და ჩვენ ჭირდებით პროექტს ეს არის hip hop
არა bullshit ეს არის real talk true shit თქვენ ხართ ლოხები ეგ უფრო ჩასტუსტად მე ერთად მოხვდებით მე მაშინ დავამუღამე კენჭის ხაზე რომ მოხვედით საზია რომ ფოხნებით მეთქი ერთი გზა გვაქვს ტაქსით ვარ ხომ არ გამომყვებით არ მეგონა მაგის თმაზე მეტროსკენ თუ მოხვედით ვითომ თუ არ გამოყვებოთ ის მოხვდებით ეგ რაღაცა ეს რითმები ძალიან გავს ასოს არ ჩაბოდეს და თორჭი მე იდეა რაღაცა იკითხები ფიცავა იყო ბოდიში ხოლმე უნდა მეთქვა თებეთში ვერ აგაოხრებით შენთვის ასე უფრო ყლეები გამოხვედით თქვენ თვითონაც ხო ხდებით ნუ იბოღმებით იანმა მკითხა და მანახე ჯეკო რომელია უპასუხე ჯეკო და უბობელია ჯეკო მაგრამ მოძრაობს ბიძე ძმაო ჯეკო მალე ევროპაში მიდის სამოძრაოდ აქე ჯადო ჯეკო ჯეიჯეი ალბათ ხო ანუ ეფლექსავებია რომ ჩვენ უმაგრები ვართო ჩვენ პროექტ ჭირდებით და თქვენ არავინ არ ახართ და რაღაცაებო და ოკეი კარგი ანუ ეს რაუნდი რაღაცა თანაბარია რები აქეთ კიდევ დემენტორები სოკო მაგდა ფეხებზე მკიდია თქვენი სპორები აქეთ კიდე დემენტორები პელე მაგის გამო მიყვარს აი ჰარი პოტერის ლაინები რო აქვს მიშოქმენი ისტორია მოვყავთ თქვენი სტორები მარტო ჩვენი გადისვის გამო ხართ არასწორები სამწუხაროდ ვერას დროს გავხდებით თანასწორები კუზიანები მარტო საფლოვში გამოსწორდებით ზონაში ვერა მაქსიმუმ მაგრად გაგისწორდებით BDM BDSM მაგრად გაგისწორდება ვერსად ვერ მიდიხართ ისევ ჩვენი სატრებები ხართ მეთოზე მახვედით და აქაც ჩვენი სატრებები ხართ ისეთი გასხმული გაქვთ უცებ მეთქი შადრევნები ხართ ისეთი გაქცეული გაქვთ აღარც კი ადევნები ხართ სოხوار მეწყვილეობა რომ მარტო მარლონ განდო თვითონ რას გავს მაგრამ არ ჩემყავ მარლონ ბრანდო გოიმების კიდევ ერთი ბანდა უნდა მივაბანძო დავიგინე პარცამად არიციან რას ნიშნავს ბანდო სიმართლე რო წერონ მაინც არც ერთია true MC ისმის ქიქები და ბანდო რას ნიშნავს არ ვიცი და დამიკომენტარით პანჩები UFC თქვენ ამ სამეფოს მხოლოდ მცირე ნაწილი ხართ ULC არც ერთია პუშკინი მაგრამ კუდებიან ამ დუელში ნახვიბეა მეორე რაუნდი მგონი პელემ და იანგმა წაიღეს. ანუ რაღაცნაირი ბითი იყო რა. თვითონაც JJ Marlow-ს დიდად ვერ ისრიალეს თქო ეს ტერმინი ძალიან შემიყვარდა. ნუ ჩემთვის მეორე რაუნდი იანგმა და პელემ წაიღეს. ხო. და რა არის ანუ წინა ბეთლებზე ძალიან კარგი ბითები იყო და ეს რა ბითებია? მივიდე მესამე ბითი მაინც ივარგებს, ხო? საპრიზო 30000 ანუ 15. კარგია, აგეს ძალიან კარგი. პირველ რიგში ბოლო რაუნდებისთვის შევქმნათ ხმაური. მესამე რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარჯვნივ. მარლო დაიყო გონიორად გაიყო ზულო 300 მოვიდეს ყლე არავინ წაიგოს მარლო დაიყო რაღაც უნდა გაიგო გავიგე და დამაცადე ცოტა როვე кайფო მარლო გარი მარლო გისმე ფამო იქე რაკინდა შეჩემა მალე ხა ბიჭებს გონი საკე ცოტა ძალაი ხა კიბია კარარი თორე ბელე ჩადე ხაუზა ვერ გადაარჩე შამოქავა ქენა რაკან ვეინი აკი ფეთკე გოთები და შეკიცვალე ლეინი შემოვარდი ჯოკერი რო ჩაკიტარო გეიმი არ ვიქები სტრიტ უნდა დაკეტავო პეინი Like Mike Pellis und damit die Badachebi Chena like a flow, what a show, what a petty Slow mo go, got that Terry, got a Jenny Sorry, hokai, khadarik, shit on our Jenny Roik shopode marta arga notis bidi hell Selo de mesa mera undi follow than a chance Betli ari takara tula do a tene Mi DJ gaga 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 tene Nagi yagi dao, nikin gagi now, wagi now Kuanta iro, gadi now, gadi karita Magi lakia, kana pakiao, pakiao Smeni pakiao, pesa khazia manati Amati raundi ori bogmiani chatia tu chatia patia dana mati da matia piste kishe bitatia na barra sana mesa moi todo pele da bana Cara visar chirde big pirde bi me cada utene gavi sole bir wali weze pele sutres dietas de kio shen amanu pasuga oh it debi me Ekimeli fake ya steja dato fucking me lucky da cavitate esperi nuli taki da mekita amis vere kuboshi ashani cheki Wera sule gosu aitero bas mi ataki Swing go clean shit in flow web speak she want shim chile to my toque sky bit the sweet chiwi Win to wina que te swiss clave kiska parca la miska tu que la gaitiska Toda dageba nuli dageba ena dageba dageza baby yamema sageha maikaze ანუ ჯერ ფლოუსაც ახშირად სვლიან, აგრესიაც აქვს, პანჩებიც აქვს და ანუ
თან კარგად არიან შეკრულები ჩემი აზრით და მოკლედ. Tena dagida, BBM-ზე რა გესაქმება? JJ, okay. ხუთი მოდებით გამოვედი და okay. სამინა დაგახარჯა და გაჯა all day. შენ იქნები click-clack, მე ვიქნები Broadway. Pow, pow, შეგიდო და ვინი მან pow, pow. ამ ბავშვებმა გაჭამეს pow, pow. Das ნამსაო ვიცი ხარ cap, cap. თუ პაკრას კლავ. მედის მედია, ასაკიდიდები, მარა ვერ ისდებიან ბეძე, დგებიან, ხვდებიან, კვდებიან, ბოლო განაჩენია, იგი თორი კალოში, აკეთი კალაშებია. რაუნდი! სად ვართ ბოლო რაუნდისთვის? მომეწონა, ბითის უკეთესი იყო და ამათი, რა ქვია, ფლოუების ცვლილება და ენერგეტიკა punchline-ებიც ბევრი იყო, flow ცვლილება ძალიან კარგი იყო და მოკლედ საერთო ჯამში შეკრული რაუნდი იყო რა და ნახოთ ახლა საპასუხოდ რას დადებენ და თუ რაღაცა ისევე old school სტილში გაუშვეს თავისთვის უბერეს და რაღაცა chill და ყველანაირი flow ცვლილების გარეშე მგონია რომ ამათი მესამე რაუნდით გადაწონიან ამ ბეთლს თქო ნახოთ ყველაფერი წინ არის მესამე რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარცხნივ ხო მაგარი იყლია, ეს ხო მაგარი იყლია, ესეც მაგარი იყლია, ეს ხო მაგარი იყლია, ესეც მაგარი იყლია, ეს ხო მაგარი იყლია, ესეც მაგარი იყლია. აკეთ პარტი ფუფერები, მაკეტორი უშნო კაცი, მოვედით რომ მოგიჯვათ ამ გეიტოს ონკაში, ვიცი თქვენი кейსი, ჯერ ერთმანეთის გლეიზი და მერე ლაინებში რაც შეიძლება მეტი გეიზმი, მოვედი რომ დაგარიგოთ, ერთმანეთი აგარიდოთ, თუ რეპერობა გინდათ ეგეთები აღარ იყოთ, შენ ხო პარიგები გებასება და რა გიყოთ, რაც დაგაკმო სერიალმა რეპმა არ გაგაბარიგოთ. ჩადებაზე არ გიდა დებილობების სახილი როდესაც შენ თვითონ დაირქვი პარიკის სახელი ვერ მოხდები სერიალში რაც არ უნდა მოგინდეს ნამდვილი მარლო რო გახდე შენ არავინ მოგისმენს წვინი მოხდეს ამ პატარა ხულიგნებმა OG-ებს მოუწიათ მათი და ბულინგება პირიდან გააჩვი და მერე რატო გული წდება თქვენნაირებისთვის ხო BDM-ი სულ იქნება ამა რომ ახსენა რაუნდში თუ მაგის ღირსია გამახსენოს მისი საყვარელი ფანში ვისია ბონუსად ვაყოლებ JJ-ს ამოს უთქვაში გავაქრობ როგორც ბულიკიდან მერი ჯეის ორი ბრატი როგორც სვათი ავტომატი შემოვარდის მოდი ერთ ემაზე მოვყო მარტეც პესრას მირო შემოვიდა გახსენება არ გვინდა რადგან თქვენ ორიმე ჩემყელს გადამაგდებს კამიდა თქვენი რაუნდების თემა არის პელე და იან მაიკი თქვენზე კიდე რაც გინდა და წერე არ აქვს ჰაიპი განა ჩვენზე უკეთესი ტექსტი გააჟღერეს პროსტა ჩვენზე რო ბაზრობენ ეგიწევს ინტერესს შებეცი კი, თქვენზე ბაზრობენ, იმიტომ რომ თქვენს წინააღმდეგ არიან და ეხა რა უნდა ქნანება? თუ რაღაც სხვა პონტია კიდე რაც მე არ ვიცი ყალხო, რატომ ძიდავს ჭურში? BPM სადაც ეს დგას, შევეცი GPS მე გაჩვენებ გზას. BDM-ს დაუბრუნდეს JJ პედიკი, გააბანძებ გუნდს როგორც JJ რედიკი. სტაბიდან ოპონენტი უბრალოდ სულ მეწოდება, რომ უნდა ათრიონ ბრუტალურმა მეთოდებმა. მაგრამ ყლეზე თქვენი სრემლები და ასაკი, შიგნით და ხათ ნაბოზრები ნუ მიყურებ მაგ სახით. რეპერებს ვაჰეჩოთებდი მეძახოდნენ ჩეთერს პირდაპირ ვიპარავდია მათ პირდაპირ ეთერს სანამ თქვენ თავს დაუძახებთ რეპერს დაუჩოკეთ მეფეს და აკოცეთ ბეჭენ ჩემი იდეები გამომტკიცე წერით shout out მათ ამ ბაზარს მიცეწებით ქართულებს კიდე რამდენი უნდა მივცე წელი ამ ყალებს რო ჯობი ვარ რატომ არ დასამტკიცებელი ვიღაც JJ AKA no name gay გადავატარეთ AK ძველი გოსავით ey გავაშავე მერე დავწვით KKK ამას ხო სახეზე გადაუარა ზაჰეს ნიკავს ვეღარ გასდი ბრეკეტები მაინც შაგესვა თუ მამბურებს არ აწვევი რას მეჭრით ვინები შენ კიდე ყლეკალასწობი თუ მეწე კვინები თქვენაირი რეპერები ხოდი მაგრამ კიდია თქვენაირი პოზები სულ მოდიან და მიდიან როცა თავი რეპერობას კარგია კი ანუ უბრალოდ ბიტთან არ არიან საერთოდ და არც ცვლიან flows არც არაფერი ვერც ბაუნსებენ კი ბატონო ახლა punchline-ები აქვთ მაგრამ სულ ერთი და იგივეზე რო იმაშვები რავი ახლა ამ ბიჭებს საერთოდ არაფერი აქვს და საცინი მეტი მეც კი რო შევიდე ახლა მაგათ საწესებში რაღაცას გამოვჩიჩქნი რომ დასაჰეითებელი მასალა იყოს და კარგი რა ნიანდე შეცდი ხო იგულავეთ ახლა კვდებით როგორც დიადი გეცბი რა rest in peace bitch რაუნდი არ მომეწონა ამათი რავი და ჩემი აზრით JJ-ებმა და მარლომ უნდა მოიგონ, იმიტომ რომ პირველ რაუნდში აჯობეს, მეორეში ამათ აჯობეს, მესამეში უკვე JJ-ებმა და მარლომ აჯობა და გლობა ძმები ხართ. ეხლა ხახმა უნდა გიორუსიასთვის შევქნათ ხმაური. დამიჯერეთ ძალიან რთული სალაპარაკო ექნება.
Okay. JJ. მესამე რაუნდზე ვილაპარაკოთ. მესამე რაუნდში, ჩემი აზრით, ეგრევე ვიტყვი, რომ ამ მხარემ წაიღო. ანუ თვითონ მონახაზი, თვითონ რა იდეალურად ვიჯექით მაგ ბიტზე ერთმანეთთან როგორი კომუნიკაცია გქონდათ, თუნდაც რამდენი ფიშკა გამოიყენეთ, ანუ იმდენად მაგარი იყო მესამე რაუნდი, მადლობა. იმდენად მაგარი იყო მესამე რაუნდი, სულ რო ტექსტი სუსტი გქონოდათ, მაგას ამ მოცულობით მაინც დაჟე მეც გეტყვის რომ მესამე რაუნდს კიდე მოусვერი, იმიტომ რომ მართლა მომეწონა ამათ მესამე რაუნდი და წინა რაუნდები. პირველი რაუნდიც კაი ქონდათ ისე, მაგრამ მესამე ყველაზე კარგი იყო. თქვენ მოგცემდით. Yes. ხმაური. პირველი რაუნდი ძალიან მომეწონა მარჯვენა მხრიდან ფლოუები, ძალიან კაი სვიჩები იყო, ანუ იდეალურად შეასრულეს. ანუ ბევრად რაც შეეხება ფლოუებს და ტექნიკას, უფრო მრავალფეროვანი იყო თქვენი პერფორმანსი, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ტექსტი აქედან, მარცხნიდან, იმდენად ეს ლიმბეკ ჩასვეს იდეალურად, რომ ჩემი ხმა პირველი რაუნდის მიდის მარცხნივ. რაც შეეხება მეორე რაუნდს, მან სიმართლე გითხრა გამიჭირდათ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ინსტრუმენტალი იყო, ანუ აი გაგიჩალიჩეს სამათმა. Yes, და ანუ ტექსტის ნაწილშიც უფრო კარგები იყვნენ და მაგ ინსტრუმენტალმა რაც მოითხოვა, რომ უფრო ტექსტზე გააკეთო და ფანჩებზე გააკეთო და გაამახვილო მაგ თემაზე და არა ფლოუებზე, იმიტომ რომ ჩემი აზრით მაგ ინსტრუმენტალზე დიდად ფლოუებით ვერ იკაიფებ, კეჩი ვერ გექნება. ისევ და ისევ ამ ბიჭებმა გააკეთეს ეგ, მეორე ხმაც, მეორე რაუნდი მარცხნივ. არ ვეთანხმები. არ ვეთანხმები, მაგრამ იმედია კიდე ორი კაცი უნდა გამოვიდეს და ისინი მაინც მოკლედ ესე ვიტყვი. ჩემი აზრით პირველი რაუნდი სანამ ბეტლს ნახავდი და მოვისმენდი, პირველი რაუნდი მეგონა რომ პირველ რაუნდს წაიღებდნენ პელე და იანგი ბიტისგან გამომდინარე და მეორე რაუნდს მეგონა რომ წაიღებდნენ JJ და მარლო. თუმცა ბეტლმა მანახა პირიქით და პირველი რაუნდი ჩემთვის გიოსგან განსხვავებით წაიღო მარჯვენა მხარემ, მეორე რაუნდი წაიღო მარცხენა მხარემ მიუხედავად rilload-ისა. რაც შეეხება მესამე რაუნდს და არა მარტო მესამე რაუნდს, ზოგადად სამივე რაუნდს შეეხება. ტექსტობრივად და ალბათ იმ მომენტებისთვის, რომელიც ყველასთვის გასაგები იყო, ძლიერი მხარე ქონდა მარცხენას, ანუ პელეს და იანგს, თუნდაც ლიმბეკ, აი ეს ყველაფერი, რაც გიომ თქვა. ამის გარდა კიდე ბევრი რაღაცა ლაინები იყო, რომელიც ჩვენს თავებში ეგრევე ამოტივტივდა საიდან და რაზე მიგვანიშნებდა და მადლობა ამისთვის, რომ ეს ყველაფერი შეგიძლიათ ტექსტში იქნათ. პელეს ძალიან გამიკვირდა, მეგონა რომ ის ბიტები, რომლებიც ამ ბეტლისთვის შეირჩა, პელესთვის არ იქნებოდა კომფორტული, მაგრამ პირველიც და მეორე ბიტიც და მესამეც პელესთვის კომფორტული იყო ძალიან. და მადლობა ამისთვის, რაც გააკეთე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ვთქვა. BPM-ია, ანუ flow არის, ანუ ბიტზეა ბაზარი და მნიშვნელოვანია ბიტი მაქსიმალურად გამოიყენო. ანუ ის ფიშკები, რაც ბიტში არის, მაქსიმალურად შენს ტექსტს მოარგო. რაც მარჯვენა მხარეს ჰქონდა, ასე რომ ჩემი ხმა მარჯვნივ. დაგიბრუნე. ვეთანხმები. ძვალისთვის შევქმნათ ხმაური! ერთია და ძვალს რაღაცა ლანძღავდნენ ჯგუფში და ეხლა რავი რა სიზავს საინტერესოა ვნახოთ. Back to back. წეგა ვამბობდი რომ ყველაზე ძნელი არის თქო, ისეთი აი სადაც ფავორიტი არ ყავს, ხვდები, სადაც ბოლომდე არ მოიხიბლები და ზუსტად არიცი რომ ეს არის ის ვინც ყველას უგებს. იმის გარდა ანუ აი явни მორგებები, ხო აი აშკარად რო უგებს რა, ხო ხვდები, ანუ ადვილია მაგის თქმა, მაგრამ ტიპებმა ისე გააკეთეს, ისე მაგრად გააკეთეს ეს ქართული battle rap-ი, რომ დღეს ვისაც ხედავ, ვინც ბეთლაობს, ყველა ესენი არიან რა, ანუ ამათ ასწავლეს, როგორც მე ვასწავლეს gangster rap საქართველოში, არ იყო ჩემამდე ეშმაკებზე რეპავდნენ, ხვდები? და ეს იყო ძალიან ბევრი წლის წინ და მან გავიკესტი თავის თავზე ფაზრობს თუ ბეთსაფასებს თუ რას აკეთებს, დავიბედი. მანამდე სოციალური რეპი და საერთოდ ესეთი რეპი არ არსებობდა.
იქამდე სანამ ეს ბიჭები არ გამოჩნდებოდნენ და არ შექმნიდნენ ამ სტაილს, ხვდები? რომელსაც მე სად არის ბიჭი კიდე აქ ჩვენი ძმა იქ უკანო დგას. აი ეს მოდი აქ ჩემთან. უგებს იმას ვისგანაც ვინც ასწავლა, ვინც უყვარს და ვინც ხო ხვდები? ძმებო, მე არ მეგონა ესე მაგრა თუ დაუდგებოდით ჩემპიონებს რა. მართლა გეუბნებით. იო, პროსტა მეორე რაუნდი იყო სრულიად გამანადგურებელი, რაც ამად გააკეთეს რა. ოღონდ მე ამ PvP ბეტლში ვეძებ მარტო ერთ რაღაცას. ვინმე არ იყოს Young Mike, ვინმე არ იყოს პელე. ხვდები? და ახალმა სულმა შეძლოს აქ არსებობა და იბაზროს, ხვდები? და ეს ბიჭები გაგრას გაიჩიტნენ, ხვდები? ეს შემოაგდეს, არ იყო რა ეს flow ის რაც PvP-ზე იჩიტება. ეს ისტორიების შექმნა არ ქონდათ და ისე აი ამ ბიჭმა ვაფშე არ გეტყობა, ეგრე მაგრად რო შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, ხვდები? მაგარი ძმა ხარ, შორიდან გიყურებდი, არც მოგესალმე რაღაც, მაგრამ so cool, ძალიან კარგები ხარ. ვიზუალზე როგორ უნდა ეტყობოდეს, რომ შეუძლია. ძმებო, მაგრამ ბიჭო, ჩემპიონებთან რომ მოდიხართ, ხო იცით? რომ წაგები ჩემპიონებს მე პროსტა აი როგორ ვამბობ, იცი რომ ამათ შექმნილია, ხვდები ყველაფერი რა. რომ მოხვედით, რაზე ფიქრობდით, რომ პროსტა ან ვერ გავიგე რა შვებს, კაცო აბათაცლე უხმას თუ იბათაცლე აღარ შემილია დავიტანჯე. ჩემპიონების დამარცხება გინდოდათ? დამარცხეთ თქვენ ხვა! კაცმა რამდენი ხანი გვაწვალა, რომ დაამარცხე. კი, დაამარცხეს, მადლობა. ფაქტია, რომ თქვენ არ ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და უმეტესობა ადამიანის კომენტარი რაც შემხვდა პელე და იანგს და მოეგო, მაგრამ მუსიკალურობის კუთხით და ბიტსეს რეალის და მთელი ამბების, რაც იდეაში ამ პროექტის არსია, მაგის გათვალისწინებით JJ-მ და მარლომ აჯობეს რა, ჩემი აზრით. ძვალი შეფასებები არც ფარ მომეწონა კაცო, რანაირად იბოდიალა რა გააკეთა ვაფშე, ან რა ჟუოში იყო, არ ვიცი. მაგრამ ჩემი გადაწყვეტი არ არის, იმედია მაინც რომ გაითვალისწინებენ ხალხის აზრს და ადეკვატურ ჟიურის დააყენებენ, თუმცა სხვა ადამიანით რო ყოფილიყო, მე ვფიქრობ რომ მაინც JJ-ს და მარლოს უნდა მოეგო. აი ეს პეტლი ყოველ შემთხვევაში პელე და იანგი. ნუ პელე უფრო BPM-ზე არ არის ძლიერი, მაგისი არის აკაპელა, იანგს კიდე BPM-ი თუ ისე გამოსდის. ეს პეტლი საერთო ჯამში შედგა დასყისთვის კარგი იყო, მაგრამ შემდეგში ველოდები რომ უკეთესი პეტლები იქნება და იმედი მაქვს რომ რეაქცია მოგეწონათ, თქვენ აუცილებლად გამომიწერეთ, იმიტომ რომ სხვა ვიდეოები, სხვა რეაქციები და ამ შემდეგ სხვა ჩემი კონტენტი არ გამოგჩეთ, დატოვეთ კომენტარებში თქვენი აზრი, სად არ მეთანხმებით, რატო არ მეთანხმებით, ოღონდ კორექტულად თუ შეიძლება და დალაიქეთ ვიდეო. დღეისთვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით და აბა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.